მეგობრებო, ახლა ვიმყოფები ანტვერპენში, აფთიაქთან და მინდა განახოთ ახლა როგორი მოწესრიგებულია. და ერთი რამე ვთქვა. ნამდვილად არ ვაქებ ახლა სამხედრო კავშირის და მის ჯანდაცვის სისტემას, მაგრამ ახსოვს, რომ ჩემ ბავშვობაში, ჩემ ახალგაზრდობაში ქუთაისში იყო 240,000 მაცხოვრებელი. ყოველ შემთხვევაში ასე წერდნენ. და 8 აფთიაქი. და რიგები არიდგა, როგორც ახლა აქ არ დგას. რიგები. როგორც აქ არ დგა. აქ არ დგას ახლა რიგები, აი ზუსტად ასე. არ იყო რიგები იქაც. ხო, ახლა ქუთაისში არის 100,000 მაცხოვრებელი ყველაზე დიდი. და 100,000 მაცხოვრებელი, ალბათ ერთი 100 აფთიაქი მაინცა და ყველგან რიგებია. აბსოლუტურად ყველა აფთიაქში არის რიგები. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჯანდაცვის სისტემაში ნამდვილად არ არის კარგად საქმე რა. და სარჯველაძე, რომელიც არის მიქელ გაბრიელი საქართველოსი და მის ნამუსზე და მის ასეთ მართლობაზე ათობით და ასობით ახალგაზრდის თუ ძველგაზრდის სიკვდილი მის კისერზეა და ჯანდაცვის სამინისტრო გადაიქცა სიკვდილის სამინისტროდ. არაფერს არ აკეთებს ამისათვის, რომ სიტუაცია რამენაირად გადარჩეს, გამოსწორდეს და ადამიანები არ გვტებოდნენ ასე ბუზებივით, ყოველწუთში, ინფარქტით, ინსულტით, რა ვიცი, 1000 უბედურობით, სიმსივნით, ღვიძლით, გულით, რა ვიცი, ყველაფრით რა, ავტოსაგზაო შემთხვევებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. აი ეს არის ჩვენი და გუშინ ურცხვად გამოდიოდა სარჯველაძე, მიქელ გაბრიელა, ცელით ხელში და გვიყვებოდა რაღაც წარმატებებზე, ყვებოდა რაღაც სისუნელეებს და ყველაზე მთავარი ის არის, რომ თავის თავზე აქვენ ეს სადიზმი და ეს ჯანდაცვის გაუმართავობა გამოცილი, მაგრამ მაინც დაშუკრავენ. ნუ ახლა ესო ქართველი ერის დაიგია რაღაცა ავანტოფურის სენი, ეგი უკვე ფაქტია და ნუ რა ვიცი ახლა მეტი რა გითხრათ რა. რა გითხრათ, საქართველო უკვე არის დავადებული ბევრი გონებრივად და ბევრი ისე ფილტვებით და ღვიძლით და გულით. მადლობთ ყურადღებისათვის.